პუტინი ყოველთვის პარანოიდი იყო. ის ყოფილი კიგბ-ს თანამშრომელია, რომელმაც ვერასდროს შეძლო თავისი ფესვების მოშორება. პარანოია პუტინისთვის სასარგებლო იყო. სწორედ ამან შეინარჩუნა იგი ხელისუფლებაში წმენდების გზით და ყველას, ვისაც აჯანყებაზე ფიქრი შეეძლო, ნათლად აჩვენა, რომ ზედმეტად გაძლიერება შეიძლება მოულოდნელ უბედურ შემთხვევამდე მიგიყვანოს, სადმე ხია ფანჯრის ახლოს. პუტინის პარანოია ყოველთვის ემსახურებოდა მის ძალაუფლებას, მაგრამ ახლა პუტინის პარანოიაში რაღაც განსხვავებულია. პუტინი აღარ არის ის ადამიანი, რომელიც პარანოიას სუპერძალად იყენებს. ეხლა მის მუდმივ უნდობლობას ყველაფრის მიმართ უზარმაზარი შიშიც დაერთო. რატომ? ასე უკრაინამ გახადა. ამან პუტინი მსოფლიოში ყველაზე პარანოიდ ადამიანად აქცია და ეს შეიძლება მისი დაცემის მიზეზი გახდეს. მოსკოვში ავტოკოლონა ქუჩებში მიიჩქარეს. ეს ოფიციალურად გამოიყურება. დიდი შავი მანქანები კოლონად მოძრაობენ. აშკარად პრეზიდენტ პუტინს გადაჰყავთ. საშუალო რუსი მის ავტოკოლონას რომ დაინახავს, იფიქრებს, რომ პუტინი რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე მიდის. ალბათ კრემლში შეხვედრაზე ან ხალხისთვის სიტყვით გამოსასვლელად. მაგრამ რაც მათ არიციან, არის ის, რომ ეს ავტოკოლონები ხშირად ცარიელია. ეს არის სათქუარები, რომელსაც პუტინი იყენებს იმისთვის, რომ ვინც აკვირდება, დააჯეროს თითქოს ერთ მიმართულებით მიდის, მაშინ როცა სინამდვილეში სხვაგან მიემართება. და როცა სათქუარა მანქანები მიექანებიან, რუსეთის ლიდერი შეიძლება სრულიად სხვაგან იყოს. მისი კვალის დადგენაც კი შეუძლებელია, რომ არც კი სარგებლობს იმ გზებით, რომლებიც რომელიმე რუსულ რუკაზეა აღნიშნული. ჯავშან მატარებელში დამალული ვლადიმერ პუტინი შეიძლება მიემგზავრებოდეს თავის ერთ-ერთ რეზიდენციაში, ან კიდევ ერთ თავშესაფარში, საიდუმლო სარკინიგზო ხაზების ქსელით, რომელიც სპეციალურად მისთვისაა აშენებული. ვლადიმერ პუტინის პარანოია უკიდურეს ზომამდეა მისული. ახლა მისი ყოველი მგზავრობა რამდენიმე ფალსიფიცირებულ და მოტყუებით მანქანას მოითხოვს, რადგან ის სასოწარკვეთილად ცდილობს გადაადგილებისას ყურადღების არიდებას. ამის შესახებ წერს New York Times-ი 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის პარანოია ახლა იმდენად ღრმაა, რომ ის ყველა შესაძლო ზომას ირებს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. და კიდევ ისეთ ზომებს რომელთა განხილვაც სააღ გონებაზე მყოფ ადამიანს აზრადაც არ მოუვიდოდა. ხოლო იმისთვის, რომ თავი აარიდოს ყურადღებას და უკრაინის შორი მოქმედების დრონების ოპერატორების სამიზნეში არ აღმოჩნდეს. პუტინის ერთადერთი მიზანი ახლა გადარჩენაა ომში, რომელიც თავად დაიწყო, ისე რომ მის ქვეყანაში ჟურნალისტები ცდილობენ გაარღვიონ, სად იმყოფება ის, მისი ოფისის მცენარეების ჩქნობაზე დაკვირვებით. როდესაც ეს მცენარეები ჩქნება, ეს ნიშნავს, რომ მათ არავინ უვლის, ანუ პუტინი ოფისში არ არის. პუტინს საიდუმლოება სჭირდება, ძლიერი პარანოია, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, კიდევ უფრო გაძლიერდა COVID-19 პანდემიის დროს. ეს კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც უკრაინამ შეძლო რუსეთზე დრონებით დარტყმა და პიკს მიაღწია ამერიკის 2026 წლის კამპანიების შემდეგ. ამან გამოიწვია ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადატენება და ირანის უმაღლესი ლიდერის ალი ხამენეის მოკვლა. და ჩვენ ხედავთ ამ მზარდ პარანოიას სრულად, როცა პუტინი თავის სულ უფრო იშვიათ საჯარო გამოჩენებზე ჩნდება. აი მაგალითად, რუსეთის ლიდერის ვიზიტი ნოვოსიბირსკში 11 აგვისტოს. საწყისისთვის United 24-ის მედია იუწყება, რომ პუტინი ღამის საფარში წავიდა ღონისძიებაზე, სადაც მან უნდა გაეხსნა სიბირის წრიული ფოტონის წყარო სამეცნიერო ქალაქ კოლცოვოში. პუტინს არ შეეძლო გაეშვა ეს შესაძლებლობა, რომ რუსეთის სამეცნიერო ბრწყინვალება გამოეცხადებინა, თუნდაც თავად ურჩევნოდა თავის ერთ-ერთ ბუნკერში დამალულიყო. ამიტომ წავიდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა უსაფრთხოების თანამშრომლებმა უზრუნველყეს, რომ პოლიციელები ყოველ 50 მეტრში იყვნენ განლაგებული იმ მარშრუტზე, რომლითაც ის ნოვოსიბირსკში მიდიოდა. მოსახლეობას უთხრეს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, ფანჯრები დაეფარათ და შუშასთან არ მიახლოებულიყვნენ. მინიშნება აშკარა იყო, თუ ოდნავ მაინც ვიფიქრებთ, რომ პუტინს უყურებთ, პრობლემები გექნებათ. არავის არ ექნება უფლება გამოიყენოს ოპტიკური ან ელექტრონული მოწყობილობები, არაფერი რაც პუტინის ადგილმდებარეობას გაამჟღავნებს. დამონტაჟდა მეტალის ბარიერები, გზები გადაიკეტა და გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა. ყველაფერი იმისთვის, რომ პუტინს ლენტი გაეჭრა და მოკლე სიტყვით გამოსულიყო. ეს სრულიად აბსურდულია. გიჟური რაოდენობის უსაფრთხოება, რომ დაიცვან მკაცრი ხელის ლიდერი, რომელიც თითქოს და რუსეთის ძლიერების სიმბოლოა. მაგრამ პუტინისთვის ყველაფერი რაც აქამდე აღწერეთ, ყოველდღიური მოვლენაა. ეს არის ცხოვრება, რომელიც ახლა მუდმივ შიშში მიმდინარეობს, თავდასხმის შიშით. იქნება ის უკრაინული დრონები თუ რაღაც, ან ვიღაც, ვინც ბევრად უფრო ახლოსაა. პარანოია კიდევ უფრო ღრმად მიდის, ბევრად უფრო ღრმად. ყველაფერი რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, მხოლოდ რამდენიმე ცალკეული შემთხვევა და მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეეშინდა პუტინს საფრთხეების. კიდევ ბევრია. აიგეთ მაგალითად კლონირებული ოფისები. 2025 წლის დეკემბრის ანგარიშში რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლებამ გამოავლინა, რომ გამოძიებამ, რომელმაც პუტინის მთავარი ოფისის ათეულობით საათის ვიდეო მასალა შეისწავლა, დაადგინა, რომ რუსეთის ლიდერს მხოლოდ ერთი ოფისი არ აქვს. მას მინიმუმ 3 ოფისი აქვს. თითოეული მათგანი დანარჩენების ზუსტი ასლია და იდენტურად გამოიყურება. რატომ? იმავე მიზეზების გამო, როგორც საიდუმლო სარკინიგზო ხაზები და მოტყუების მიზნით შექმნილი ავტოკოლონები. პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არავინ იცოდეს, სად იმყოფება ის კონკრეტულ მომენტში და რა თქმა უნდა, არ უნდა ვინმე გაიგოს, რომ ის კონკრეტულ ოფისშია, რომელსაც შეიძლება მიზანში ამოიღონ.
ეს მოტყუება მხოლოდ იმიტომ გამოაშკარავდა, რომ სხვადასხვა ოფისებში მცირე განსხვავებები დებები და ნაკლოვანებები იყო. კარის სახელურის განლაგება აქ, ან კედელში განსხვავებული ნაკერი, იქ ერთადერთი მინიშნებაა, რომ პუტინს კლონირებული ოფისები აქვს და ამას მხოლოდ ყველაზე დაკვირვებული ადამიანები შეამჩნევენ. საშუალო ადამიანს, რომელიც უყურებს პუტინის მიმართვას ან კრემლის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს მისი მუშაობის შესახებ, წანუდგენაც არ ექნება, რომ ის შეიძლება ვალდაიში ან სოჩში იყოს. და არა მის ნოვაია გოროდის ოფისში, რომელზეც უკვე ყველა მიცის. ეს ოფისები ექსპერიმენტი არ არის. ეს ოფისები პუტინის შეშლილი პარანოის ინსტიტუციონალიზაციაა. სტანდარტული პრაქტიკაა ლიდერისთვის, რომელიც მუდამ იმის მოლოდინშია, რომ უკრაინული დრონი ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოფრინავდეს. სხვა სტანდარტულ პრაქტიკებს პუტინის მოტყუების სამყაროში მიეკუთვნება კონსერვების სტრატეგიის გამოყენება, რაც პირდაპირ ითარგმნება როგორც კონსერვები. ეს სტრატეგია გულისხმობს პუტინის გადაღებას ერთ-ერთ მის ოფისში, სადაც ის მუშაობს, იღებს ზარებს და აკეთებს იმას, რაც პრეზიდენტმა უნდა აკეთოს. ხოლოდ ის კადრები არ ქვეყნდება რუსი ხალხისთვის, ყოველ შემთხვევაში, მაშინვე არა. ეს არის კონსერვირებული მასალა. კრემლი ხშირად ინახავს ამ ჩანაწერებს თვეების განმავლობაში, სანამ მათ სახელმწიფო ტელევიზიით გაავრცელებს. ხშირად იმ რეპორტაჟებში, სადაც სურს დააწუნოს რუსი ხალხი, რომ ვლადიმერ პუტინი ოფისში მძიმედ მუშაობს, როდესაც სინამდვილეში ის არც ერთ მაგიდასთან არ იმყოფება, თუ ეს მაგიდა სადმე მიწისქვეშა ბუნკერში არ არის. ბოლო წლებში ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს მინიმუმ 10 შემთხვევა, როდესაც მსგავსი წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები გამოქვეყნდა 2 თვის განმავლობაში და მოგვიანებით კიდევ მეტი. ეს კლონირებული ოფისების სტრატეგიის კიდევ ერთი ფენაა. პუტინს არა მხოლოდ მინიმუმ 3 ოფისი აქვს, რომლებიც თითქმის იდენტურია, არამედ დიდი ალბათობით ის არც ერთ ამ ოფისში არ იმყოფება მაშინ, როცა კრემლი ამტკიცებს, რომ იქ არის. ერთ რამეს ნამდვილად ვიტყვით. პუტინი თამალობანას მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს უპრობლემოდ მოიგებდა. რა თქმა უნდა, კრემლი ყველაფერს უარყოფს, როგორც New York Times-ი აღნიშნავს. და War Office შემდეგ მოდის უარი დამატებით კომენტარებზე, რაც ყველამ ვიცით, რომ საუკეთესო გზა იმის დასამტკიცებლად, რომ სიმართლეს ამბობ. სარკაზმის გარეშე დაუბრუნდეთ საიდუმლო სარკინიგზო ხაზებს. ეს რუსეთისთვის ახალი რამ არ არის. New York Times-მა მათზე ჯერ კიდევ 2021 წელს დაწერა და აღნიშნა, რომ ვალდაის მცხოვრებლებმა გამოცემას უთხრეს, ქალაქში უცნაური ახალი სარკინიგზო ხაზები გაჩნდა, რომლებიც არც ერთ რუკაზე არ იყო ნაჩვენები. სატელიტურმა სურათებმა მოგვიანებით დაადასტურეს მათი არსებობა, ასევე ახალ სარკინიგზო სადგურთან არსებული ვერტფრენის დასაჯდომი მოედნის არსებობა, რაც პუტინის ვალდაის რეზიდენციას უკავშირდებოდა. არც ერთ მატარებელს ან ვერტფრენს, რომელიც პუტინის გარდა ვინმეს გადახავს, არ შეუძლია ამ ხაზების გამოყენება, ან ვალდაის სადგურში მისვლა. და როცა პუტინი მატარებლით მგზავრობს, ამას თავისი უკვე დამახასიათებელი შეშინებული მანერით აკეთებს. ბატონი პუტინისთვის ყველგან ჯავშანია. ასე იუწყება CNN, რომელმაც 2023 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მას პუტინის ფანტომურ მატარებელს უწოდებს. ძლიერად დაჯავშნული და აღჭურვილი ყველა იმ კომფორტით, რაც დიქტატორს შეიძლება სურდეს, მათ შორის არის სპორტული დარბაზი, სპა და ის, რასაც გამოცემა სილამაზის აღჭურვილობას უწოდებს. საუბარია რადიო სიხშირულ აპარატზეც, რომელიც, როგორც ამბობენ, კანის სიმკვრივეს ზრდის. იქნებ პუტინი დროის გავლენის ისევე ეშინია, როგორც უკრაინის დრონების. ვაგონი 2018 წელს აშენდა. ირონიულად, ვაგონში დამონტაჟებული სავარჯიშო აპარატების დიდი ნაწილი ამერიკაშია წარმოებული, ხოლო მთავარი ოთახი, რომელსაც პუტინი იყენებს, სპეციალურად არის აღჭურვილი, რათა ნებისმიერი მოსასმენი მოწყობილობის გამოყენება აიცილო. შეიძლება გეგონოთ, რომ Air Force One-ი შტაბ-ეჭდავია. შეიძლება კიდევ ვიფიქროთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცოტა გადამეტებულად მოიქცა, როცა ანკარაში გამართული ნატოს სამიტიდან განგზავრებისას. ირანის შესაძლო მკვლელობის ცდელობის საფრთხის გამო ფარულად შეცვალა თვითფრინავი. ამ პროცესში თავისი კაბინეტის ზოგიერთი წევრი იმ თვითფრინავზე დატოვა, რომელიც საბოლოოდ სათქო არა გახდა. მაგრამ ეს უკვე პუტინის პარანოის ახალი დონია და თუ ამ ორ ლიდერს შევადარებთ, პუტინის უსაფრთხოების სამსახური აშკარად ლიდერობს. ფანგული გამოცემა LCI-ის მიხედვით, ამერიკის საიდუმლო სამსახურს დაახლოებით 7000 აგენტი ყავს. რუსეთის ანალოგს FSO-ს, ანუ ფედერალურ დაცვის სამსახურს, 50000 წევრი ყავს. მათ შორის არის ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც კრემლის პოლკი, რომელიც არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვას საპრეზიდენტო რეზიდენცია მოსკოვის გულში. უცნაური ამოცანაა თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე აშკარაა. პუტინი ცდილობს, რაც შეიძლება ცოტა დრო გაატაროს რუსეთის დედაქალაქში. ის ხომ არის სურვებდა, რომ სამიზნე გამხდარიყო. და საბოლოოდ, სწორედ ამას უკავშირდება მთელი ეს პარანოი. პუტინი ფიქრობს, რომ მას რაღაცა ცუდი დაემართება. ეს სულ ასე გონია. პარანოია, რომელიც ოდესღაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მისი იარაღი იყო, ახლა მის კისერზე ალბატროსივით მძიმე ტვირთად იქცა და ამის მიზეზი უკრაინა. მაგრამ სანამ უფრო მეც აგიხსნით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არხზე არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ რილაქს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგრჩეთ ის, რაც მალე გველოდება. ამაზე ადრე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ პუტინში ყოველთვის არსებული პარანოის გაძლიერება პანდემიის დროს დაიწყო. 2020 წლის სექტემბერში New York Times-ის ანგარიში ითქვა, რომ პუტინი გრანდიოზულ განცხადებებს აკეთებდა იმის შესახებ, თითქოს რუსეთმა COVID-19 დაამარცხა.
ამ ყველაფრის ფონზე ის სახლში სრულიად ვირუსისგან დაცულ ბურჯში ცხოვრობდა. იშვიათად ტოვებდა სახლს საჯარო გამოჩენებისთვის და ყველას, ვისაც მასთან შეხვედრა სურდა, სთხოვდა ხანგრძლივ კარანტინში ყოფნას, სანამ შეხვედრის ნებას დართავდა. ეს პუტინისთვის ძალიან დამახასიათებელია. დიდი სიტყვებით საუბრობს, სანამ იმალები და თავს იკატუნებ, რომ არ გეშინია იმავე რამის, რომლის დამარცხებასაც ამტკიცებ. უკრაინამ ეს მიდგომა ძალიან კარგად იცის. ერთ მომენტში ფედერალური დაცვის სამსახურის წემსახლები ერთ კომპანიას დაუკავშირდნენ თხოვნით. შეექმნათ მოძრავი გვირაბები, რომლებიც წამებში ადამიანებს დეზინფექტანტის ღრუბელში გაახვევდნენ. ეს ყველაფერი პუტინის პანდემიის ვირუსის შიშის გამო გაკეთდა. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა პუტინი და კრემლი რუსეთის პირველი ლოკდაუნის აღნიშვნას აღნიშნავდნენ. რაც სულაც არ იყო შემთხვევითი. 2020 წლის 1 ივლისის რეფერენდუმამდე, რომელიც თუ პუტინის სასარგებლოდ დასრულდებოდა, მიუტანდა მას საშუალებას დარჩენილი იყო ხელისუფლებაში 2036 წლამდე. პუტინი დამალული იყო. ლოკდაუნი ნაადრევად მოხსმეს. COVID-19-ის შემთხვევები მხოლოდ 2 კვირაში 3-ჯერ გაიზარდა. თუ გვეგონა, რომ პუტინის გადაჭარბებული რეაქციებით პანდემიაზე სიგიჟისკენ დაღმასვლა იწყებოდა, უკრაინაში მისი ომის მოულოდნელმა შედეგმა ის საბოლოოდ ჭკუიდან გადაიყვანა. უკრაინას არასდროს უნდა შეძლებოდა რუსეთის დარტყმა. ჯანდაბა უკრაინას თავის დაცვაც კი არ უნდა შეძლებოდა. პუტინს ეგონა, რომ მისი არმია რამდენიმე დღეში უკრაინას გადაუვლიდა და კიევს აირებდა. მაგრამ მაშინაც კი როცა ეს არ მოხდა, პუტინი მაინც დიდად არღელავდა. უკრაინას არ გქონდა შორ-მანძილზე მოქმედი იარაღი და მით უმეტეს არაფერი ისეთი, რაც მის რომელიმე რეზიდენციასა თუ ოფისში მას მისწვდებოდა. შემდეგ გამოჩნდნენ დრონები. და წლების განმავლობაში უკრაინა მუდმივად განავითარა თავისი დრონები ისე, რომ ახლა მას აქვს მთელი არსენალი უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც ასეულობით ან თუნდაც ათასობით კილომეტრს დაფარავენ. და აი ასე რუსეთს შორ-მანძილზე არსებული საფრთხე გაუჩნდა, რამაც პუტინი ჭკუიდან გადაიყვანა. ამ ვიდეოში აქამდე განხილული მრავალი ღონისძიება პუტინის მზარდი შიშის ქრონოლოგიას წარმოადგენს. ეხლა როცა 2026 წელს პუტინი მუდმივ შიში ცხოვრობს, რომ ნებისმიერ მომენტში უკრაინული დრონი შეიძლება დაესხას თავს, ეს ვიხილეთ რუსეთის მაისის გამარჯვების დღის აღლომზე. მეორე მსოფლიო ომში რუსეთის გმირობის ეს დღესასწაული პუტინის მმართველობისას ძალის დემონსტრაციად იქცა და პუტინი ამ ღონისძიებას იყენებს იმის საჩვენებლად, თითქოს ძლიერი ლიდერია, როცა იარაღი და ტანკები ქუჩაში აღლუმობენ. მაგრამ არა 2026 წელს. გამარჯვების დღის ბოლო აღნიშვნისას მოსკოვში სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან პუტინს ეშინოდა, რომ რუსეთის ტრადიციულმა აღლუმმა შეიძლება უკრაინელება უკრაიზიდოს. და ეს ყველაზე ნაკლებად სურდა მას ღონისძიებაზე, სადაც თავად უნდა გამოჩენილიყო. ასე რომ აღლუმი არაფრით გამოჩეული გამოვიდა. ყველაფერი პუტინის პარანოიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დავცინოთ პუტინს იმის გამო, რომ უკრაინის დრონების ასე ეშინია და ასეთ არანორმალურ ზომებს იღებს, მისი პარანოია სრულიად უსაფუძვლო არ არის. უკრაინა პრაქტიკულად ყველაფერს შეუძლია დაარტყას თავისი დრონებით და 2026 წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს გრძელ დისტანციურ თავდასხმებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა ეს დაამტკიცოს. შეთხოვინება, რომ შეგიძლია გაიქცე, მაგრამ ვერ დაიმალები, ყველაზე ხმამაღლა ივლისში გაისმა, როდესაც უკრაინის დრონებმა დაახლოებით 2500 კილომეტრი გაიარეს და პირდაპირ დარტყმები მიაყენეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სიბირეში. და აი ასე რუსეთის აზიური ტერიტორია აღარ იყო უსაფრთხო. ვლადიმირ პუტინს ეს აუცილებლად ეკნებოდა ნანახი და ეცოდინებოდა, რომ დამალვა იყო საჭირო. თუ არ უნდოდა მთელი გზა რუსეთის ყველაზე შორეულ აღმოსავლეთ რეგიონებამდე გაქცევა, უბრალოდ ვერ შეძლებდა საჯაროდ გამოჩენას იმგვარი ზომების გარეშე, როგორც ნოვოსიბირსკში ვიზიტისას ვიხილეთ. თუნდაც გაქცევა გადაეწყვიტა, ვლადიმირ პუტინი დიდხანს ვერ შეძლებდა საკუთარ თავსა და უკრაინის დრონებს შორის საკმარისი დისტანციის შენარჩუნებას. ვლადიმირ პუტინს უკვე კარგად ესმის, რომ უკრაინას შეუძლია კრემლზე დარტყმა ნებისმიერ დროს, როცა მოისურვებს. უკრაინამ ეს პირველად 2023 წლის მაისში გააკეთა და მას შემდეგ რამდენჯერმე წარმატებით გაუშვა დრონები მოსკოვის რეგიონში. მაგრამ გაქცევაც არ არის გამოსავალი. ივლისის 24-ში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დრონების შემქმნელები მუშაობენ ახალ შორ-მანძილზე მოქმედ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებიც შეძლებენ 5000-დან 10000 კილომეტრამდე მანძილის დაფარვას. ზელენსკის თქმით, ეს დრონები მზად იქნება 2027 წლის რომელიღაცა ეტაპზე. თუ ეს სიმართლეა, რუსეთში არ დარჩება არც ერთი ადგილი, სადაც პუტინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. და რადგან უკრაინა სულ უფრო მეტად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს თავის დრონებში, რაც ართულებს მათთვის სიგნალის ჩამხშობების გამოყენებას, პუტინი ვეღაც ისედაც სუსტ რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემას დაეყრდნობა. არ არის გასაკვირი, რომ ეშინია. უნდა ეშინოდეს კიდეც. უკრაინამ რუსეთის პოლიტიკის ძლიერ კაცად მიჩნეული პუტინი სუსტ ადამიანად აქცია. ამ მდგომარეობაში აკენებს ეს ყველაფერი ახლა პუტინს, როცა ის საიდუმლო რკინიგზებზე ჯავშანმატარებლით გადაადგილდება, ხოლო მოთხოვების მიზნით დუბლირებულ ოფისებში სათღვარა ავტოკოლონებს აგზავნის და წინასწარ ჩაწერილ ვიდეოებს ავრცელებს, ხოლო იმისთვის, რომ არავინ გაიგოს სად იმყოფება. სინამდვილეში ეს კითხვა ყველაფერს ამბობს, არა? პუტინმა თავის გარშემო ბუშტი შექმნა, რომელიც მას მთლიანად რეალობას აშორებს. ფაქტობრივად ის სახელმწიფოში სახელმწიფოსავით ცხოვრობს და ასეა უკვე წლებია. ეს გლებ კარაკულოვის თქმითაა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ყოფილი ოფიცერია და 2022 წელს თავის ქვეყანას გაექცა. ის პუტინს აღწერს როგორც ადამიანს, რომელსაც პათოლოგიურად ეშინია თავისი სიცოცხლისთვის და ამატებს.
ჩვენმა პრეზიდენტმა კავშირი დაკარგა სამყაროსთან. ბოლო რამდენიმე წელია ის ინფორმაციულ კოშკში ცხოვრობს. დომოში ცხოვრობს და უმეტეს დროს თავის რეზიდენციებში ატარებს, რომელსაც მედია ძალიან სწორად ბუნკერებს უწოდებს. და როცა ის თავს იზოლირებს, იმ ადამიანების წრე, ვისაც ენდობა, სულ უფრო და უფრო მცირდება. რუსეთში ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც პუტინი რეალურად ენდობა და ისინიც, ვისაც მოусმეს, საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ. LCI ამტკიცებს, რომ 2026 წელს პუტინი მხოლოდ ფედერალური დაცვის სამსახურისა და რუსეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელებს ენდობა, რომლებიც მის დაცვაზე არიან პასუხისმგებელი. და ორივე მათგან სურს, რომ მათი ორგანიზაციები უფრო ძლიერები გახდნენ. ასე რომ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ისინი პუტინს ზუსტად იმას ეუბნებიან, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად. კიდევ ერთმა დეზერტირმა ვიტალი ბრიჟაცკიმ რუსულ მედია საშუალება TV Reigns 2023 წლის სექტემბერში უთხრა, რომ პუტინი საკუთარ მცველებსაც კი არ ენდობა. ბრიჟაცკის თქმით, როდესაც პუტინი პირიმის რეზიდენციაში მიემგზავრება, თავის მცველებს ატყობინებს, რომ ორ სხვადასხვა აეროპორტში ჩავა, თუმცა ხშირად არც ერთში არ ჩნდება, რადგან სხვა გზით მიდის. ბრიჟაცკი კარაკულოვის აზრს იზიარებს და ამბობს, აი რამდენად ეშინია ამ ადამიანს თავისი სიცოცხლისთვის. და თუ ფიქრობთ, რომ იმ მცველებს, ვისაც პუტინი თავის ახლოს მიუშვებს, შეიძლება ისეთი მარტივი რამ კონდეთ, როგორც smartphone-ია, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. პუტინს ციფრული სამყაროს ისევე ეშინია, როგორც რეალურის, ამიტომ მისგანაც იზოლირდება. პუტინმა 2018 წელს განაცხადა, რომ მას smartphone არ აქვს, რადგან ასეთი ტელეფონები საფრთხეს უქმნის თქვენი მდებარეობის გამოვლენას. პუტინის მუდმივი ინტერნეტის შეზღუდვა რუსეთში, რამაც ზოგ რეგიონში გამოყენების 40%-მდე შემცირება გამოიწვია. და მოსალოდნელია, რომ 2026 წლის ბოლომდე თელ რუსეთში 10%-იანი შემცირება იქნება. ემსახურება მის პარანოიას. ინტერნეტთან ცდომის არარსებობა ნიშნავს ნაკლებ შანსს, რომ მისი ადგილმდებარეობა გამოავლინონ. ნაკლებ შანსს, რომ შინ ან უცხოეთში მტრები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ. ნაკლებ შანსს, რომ დრონებმა შეძლონ შეღწევა, რადგან მობილური ინტერნეტის სიგნალები საჰაერო თავდაცვას უშლიან ხელს. სხვათა შორის ბოლო მიზეზი კრემლის ოფიციალური საბაბია მუდმივი ინტერნეტის გათიშვებისთვის. პუტინი, რომელიც ყოველთვის პარანოიის მონაა, ეხლა მთელ მსოფლიოში ყველაზე შეშინებული ადამიანია. და ეს ყველაფერი უკრაინის დამსახურებაა. რუსეთის ლიდერი იძულებულია თავისი ბოლო წლები ბუშტში ცხოვრებას მიუძღვნას. მოწყვეტილი იმ ქვეყანას, რომელსაც ხელმძღვანელობს და სულ უფრო მეტად მზადაა გადასცეს ძალაუფლება სხვებს, თუ ისინი შეძლებენ ყველაფერი და ყველა მისგან შორს დაიჭირონ. ვლადიმერ პუტინი ჩაკეტილია საკუთარ პატარა სამყაროში, რომელიც სავსეა იმდენი ფალსიფიკაციითა და მოტყუებით, რომ ის საკუთარ თავსაც ატყუებს, ისევე როგორც სხვებს. ეს არის პუტინის ბედი. ის დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს შიშში, რომ მას რაღაც ცუდი დაემართება. და თუნდაც ეს არასდროს მოხდეს, ეს უკრაინისთვის დიდი გამარჯვებაა. რუსეთის პოლიტიკის ძლიერ კაცად მიჩნეული ადამიანი აღმოჩნდა შეშინებული პატარა კაცი. და აქედან პუტინისთვის ყველაფერი მხოლოდ უფრო გაუარესდება. როგორც არ უნდა ეგონოს რუსეთის ლიდერს, რომ უბრალოდ თვითონ ყოფნაც საშიშია, ახლა ბევრად უფრო სახიფათოა მისი ახლო გარემოცვის წევრად ყოფნა. რუსეთის აეროკოსმოსური ძალების სარდალმა, პოლკოვნიკმა გენერალმა ალექსანდრ ჩაიკომ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა 1 აგვისტოს, სასტიკი დაბომბვისას, როდესაც ის რესტორანში წვეულებას მართავდა. ეს მოვლენა პუტინისთვის კიდევ ერთი სიგნალი იყო. მკვლელები მოსკოვში მოქმედებენ და ზოგიერთი მათგანი საჩუქრებითაც მოდის. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ყურებით, მაგრამ ჯერ არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რათა არ გამოგჩნდეთ ჩვენი ანალიზები ვლადიმირ პუტინის გახლეჩილი ფსიქიკის შესახებ. და მადლობა როგორც ყოველთვის რომ გვიყურებთ.